Დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას ამბებს დღის 2 საათზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით გამოკითხული მოსამართლეებიდან ყველა უარყოფს, რომ მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა არსებობდა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებული საქმის გამოძიების შესახებ შუალედურ ინფორმაციას მოიცავს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ, რასაც მომავალში საქმეზე მიმდინარე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელებს. ამ ეტაპზე გსურთ საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ან სამართალ წარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას. მთავარ პროკურორსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შორის აღნიშნულ საქმეზე თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად ამ კვირაში გიორგი პაპუაშვილთან კოორდინაციით მოხდება მისი გამოკითხვა ზეწოლის ფაქტებთან მის ხელთ არსებული ინფორმაციის ირგვლივ. ჩვენი სტუმარია მაია მწარიაშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოდან საჯარო განცხადებები, მათ შორის თავმჯდომარის და მეორე მხრივ ის, რაც ახლა მე დავიკითხე. რამდენად სწორი იყო თქვენი აზრით ფორმა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შეარჩია და მეორე მხრივ პროკურატურის რეაქცია რამდენად სწორი და გამართლებული იყო? დიახ, მივესალმებით ტელემაყურებელს. ესე იგი, მოდით ასე შევხედოთ ამ პროცესებს. თუ ჩვენ ამ პროცესების უკან პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ბუდეში ახლა რაღაცა შემადგენელსაც, პოლიტიკურ კონტექსტებსაც და ქვეტექსტებსაც ვიგულისხმებთ, მაშინ შესაძლებელია ცოტა სხვანაირი შეფასებები მივცეთ. სამართლებრივად სხვა შეფასებები უნდა გაკეთდეს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ სამართლებრივი ძალიან ფორმალურია და შინაარსი სხვა რამე დევს ხოლმე ამ პროცესებში. ხო, ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, მე ზუსტად ასეთი მოლოდინი მქონდა. ანუ ვთქვათ, პროკურატურა დაიწყებდა გამოძიებას და თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ თავიდანვე იყო მინიშნებები, რაღაცა შუალედურ დასკვნამდე მივიდოდა ჯერ ვიდრე გამოძიება დამთავრდებოდა, რომ არც ერთი მოსამართლე არ დაადასტურებდა. თავისთავად ცხადია. ანუ მე ასეთი მოლოდინი მქონდა და პრინციპში ასეც მოხდა. თუმცა მეორეს მხრივ, ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებიც, რომ ასე რა უკრაველ მოსამართლეებზე ხდება ზეწოლა, ისაც რა საკვირველია ჩემთვის დამარწმუნებელი არ იყო სწორედ უკანა კონტექსტის გამო და სწორედ იმის გამო, რომ ვთქვათ, ჩვენ ხომ დღეს არ გავიღვიძეთ ამ ქვეყანაში, ხო? მე საკონსტიტუციო სასამართლო ასეთივე იყო იმ ხელისუფლებაშიც და ჩვენი დამოკიდებულებები გქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართაც და საერთო სასამართლოების მიმართაც. ანუ ჩვენი შეფასებები გაგვაჩნდა მათ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამიტომ ერთ დღეს როცა გამოიღვიძებენ ხოლმე მოსამართლეები და აკეთებენ ასეთ ხმამაღალ განცხადებებს, დაკვირვებული მაყურებელი წესით მაშინვე უნდა სვავდეს კითხვას, რომ აქ სხვა რამეა, ვთქვათ, ასეთი განცხადებების ადრესატი სხვა არის და სინამდვილეში მიზანი სხვა გახლავთ. თქვენ ხედავთ ამაში პოლიტიკურ კონტექსტს, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან, ეს არის ჭიდილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ასე აღიქვამთ, როგორც მივხვდი მე ამ ყველაფერს, ხომ? მაგრამ აი ამ ვითარებაში რამდენად დიდია თქვენი დაკვირვებით საფრთხე იმისა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის საერთოდ პარალიზება მოხდეს, იმიტომ რომ სულ სხვა პროცესები წავიდა უკვე შიგნით სასამართლოში. დიახ, სწორი ბრძანეთ, ვახო, თქვენ პრინციპში კი აქ არის ბრძოლა გავლენებისთვის, ჩვენ ასეთი ეპისტოლარული ჟანრი საერთო სასამართლოებშიც ხომ ვიხილეთ. რაღაც პერიოდის წინ, აი ასეთი განცხადებების რეჟიმში გადასული სასამართლო ხელისუფლება, რომელიც მე ერთ დღეს ბრჭყალებში ასე ვთქვათ დალაგდა ერთმანეთში, რა არ გვიეს რაღაც ურთიერთობები და ვთქვათ, ჩვენ მაინც გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება როგორ დალაგდა. ეხლა ეს პროცესები ჩანს აშკარად საკონსტიტუციო სასამართლოში. თან გაითვალისწინეთ ერთი მთავარი რამ, ჩემის აზრით, ყოველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გარკვეულ რაოდენობას ახლა ვადები პრაქტიკულად ამოეწურა და სექტემბერში დაასრულებენ. რა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ვინ რა აგრძელებს ამ მანდატით სამსახურს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აი მოახლოვებული არჩევნები, ხო? ამიტომ ეს მე ჯერ ეპილოგი მგონია და პროლოგი მე იქნება მთელი ამ ამბის.
და მიაქციეთ ყურადღება ასევე განსაკუთრებით ისეთ აქტიურებულ მოსამართლეებს, აი ახლა საკონსტიტუციო მოსამართლეების განცხადებებს და მე მათ ვადებს მიაქციეთ ყურადღება, მათ ხომ არ გასდით ვადები სექტემბერში. ანუ აი ასე ვთქვათ ერთგვარი ტესტი რომ ჩაატაროთ, მათი ხელახალი ნომინირება მოხდება თუ არა, აი მე შესაძლებელია გააკეთოთ დასკვნები დღევანდელ მათ განცხადებებში იყო თუ არა სხვა კონტექსტი და მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტს როდესაც ხედავთ და ხედავთ ორივე მხრიდან, ახლა ჩვენ ვადევნებთ რაღაც პროცესს ხო თვალყურს. ძალიან საინტერესოა ეს ვისი სცენარით მიდის, რომელი მხარის სცენარით და ეს საპასუხო ნაბიჯები რამდენად ადეკვატურია, ხო? აი მაგალითად პაპუაშვილმა როდესაც საჯარო განცხადება გააკეთა, თქვენი აზრით ამოიცნო თუ არა ხელისუფლებამ რა სურდა მას, რა სცენარი შეიძლება ყოფილიყო აქ? დიახ, ამოიცნო, თავისთავად ცხადია და ვთქვა დიდი გონიერება არ ჭირდებოდა ახლა ამას რომ ამოგეცნო. საკონსტიტუციო სასამართლო მთელი თავისი შემადგენლობით ისევე როგორც მთელი დანარჩენი საერთო სასამართლოების სისტემა შერჩეული და დანიშნული იყო მხოლოდ ესე ვთქვათ ადეიშვილის ვექტორით. აქ მოსამართლეების დანიშვნა მხოლოდ აი ასეთ მაქსიმალურ ნდობაზე და პირად ნდობაზე გადიოდა. არ შემთხვევითი მოსამართლეები არ არიან თავს ნუ მოვიტყუებთ არც ერთ მხარეს, არც საკონსტიტუციო სასამართლოში და არც საერთო სასამართლოში. უბრალოდ რაღაც პროცესების კვალდაკვალ, მე ვთქვათ ასეთი მოსამართლეები ზოგჯერ ეძებენ ხოლმე მფარველებს სხვაგანაც. ბუნებრივია, ხო? ან დამახასიათებელი ქცევაა ეს. ნუ ყველა შემთხვევაში არ არის ხოლმე. ამიტომ თავისთავად ცხადია საკონსტიტუციო სასამართლოზე, ისევ როგორც საერთო სასამართლოზე იყო იმ ხელისუფლების ტოტალური კონტროლი იმ ხელისუფლებაში, ეს კონტროლი თავისთავად ცხადია დარჩა და ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ხოლმე ცდუნება თვითონ მოიპოვოს, ახლა იმ კონტროლის სანაცვლოდ თვითონ მოიპოვოს კონტროლი. ეს თქვენი აზრით წარმატებით მიდის ეს პროცესი კონტროლის მოპოვების? მე ვთვლი რომ წარმატებით ვერ მიდის, ვახო და რატომ? ერთხელ ვთქვი რომ მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანაში მთავარი რა არის, იცით, რომ ჩვენ უნდა დაგვჩეს აღქმა იმისა, რომ მართლმსაჯულება ხორციელდება და მოსამართლეს არ უნდა ეგონოს, რომ ხორციელდება. ჩვენ არ უნდა გვიჩიჩინებდნენ, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და სწორ გადაწყვეტილებას ვღებულობთ და ჩვენ უნდა გვქონდეს ეს განცდა. თქვენ რა აქვთ განცდა, რომ საკონსტიტუციო მართლმსაჯულება სწორად ხორციელდება, აი ამ ფონზე. როდესაც მოსამართლეთა ნაწილი ამბობს, რომ არა, მე დაველოდები პროკურატურის რაღაცა დასკვნას. პროკურატურა დასკვნებს არ იძლევა, მოდით ასე ვთქვათ. პროკურატურის ამოცანა კონკრეტული ბრალდება წარუდგინოს ვინმეს ან არ წარუდგინოს. მოსამართლეთა სხვა ნაწილი ამბობს, რომ არა, ჩვენ ანუ ერთად მივიღეთ წარმოებაში, ეს საქმე უნდა განვიხილოთ. მოსამართლეთა საქმე ის კი არ არის პროკურატურამ უთხრას შენზე ზეწოლა იყო თუ არაო. მოსამართლის ამოცანაა თავისი ქცევით დაგვენახოს ჩვენ, რომ ის დამოუკიდებელია მართლა ამ გადაწყვეტილებაში, მან უნდა დააწეროს თავისი გადაწყვეტილება ასეთი თუ ისეთი. და მე ჩვენ საზოგადოებას ახლა იმდენი აღქმის უნარი კი გაგვაჩნია, მივხვდეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აქ საინტერესოა ერთი დეტალი, ხო? თავმჯდომარემ თქვა, რომ მოსამართლეზე იყო ზეწოლა. რამდენიმე მოსამა ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში მივიდა და თქვა, რომ მე ახლა პროკურატურას კონკრეტულ გვარს ვეტყვი, ვიზეც იყო ზეწოლა. შემდეგ პროკურატურა ამბობს, რომ არავიზე ზეწოლა არ ყოფილა. ამისი გაგრძელება რა იქნება თქვენი აზრით, რომ შემდეგი ნაბიჯი არის თუ არა ისევ პაპუაშვილის, რომ მან რაღაცა სინათლე შეიტანოს ამ პროცესში. იმიტომ თითქოს ჭიხში შევედით, იმიტომ პროკურატურამ თქვა, რომ არც ერთი მოსამართლე ამას არ ადასტურებს. აი ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყეთ თქვენ. აი მაშინ, როდესაც კონკრეტულმა ჩვენ გვარებს არ ვასახელებთ პრობლემების თავმჯდომარეობით. როდესაც კონკრეტულმა მოსამართლემ თქვა, რომ მე ხლა პროკურატურაში შევდივარ და ვიტყვი იმ კონკრეტულ სახელს და გვარს, იმ მოსამართლის მიუხედავად იმისა, ის დაადასტურებს ამას თუ არაო, ანუ მან იქვე მე მაშინვე ვივარაუდე, იმიტომ ვთქვი, რომ პროკურატურისგან ზუსტად ამ დასკვნას ველოდებოდი. მან მაშინვე თქვა, მე კი ვიტყვი, მაგრამ მე უკვე მაქვს მოლოდინი, რომ ის არ დაადასტურებს. ამიტომ ეს თამაში მაშინვე ცხადი იყო, ვახო, რომ ასე შემდეგ ის მოსამართლე სავარაუდოდ მივიდა. ეხლა ეჭვების დონეზე მე შესაძლებელია მქონდეს ეს რომელი იქნება ეჭვი, მაგრამ თავისთავად ცხადია ამ ეთერში არ ვიტყვი. მოლოდინი ზუსტად ასეთი იყო, რომ შემდეგ ის მოსამართლე მივიდოდა და იტყოდა, რომ ასე არ არის. და საერთოდ სისტემა როგორ მუშაობს, იცით, არასოდეს არ არის სისტემა ესე, რომ აი კონკრეტულ მოსამართლეებს ეჭიდავებოდნენ. იმ ხელისუფლებაში რატომ იყო, რატო დაცვალეს მთელი სასამართლო სისტემა, აი ჩემი თავმჯდომარეობით მაგალითად სააპელაციო სასამართლო. რატო დაცვალეს, იცით, რომ ასე ინდივიდუალურ მოსამართლეებთან
საჭიდაო არ ქონოდათ. თავშივე გარკვეული იყო ეს ამბავი. ანუ მოსამართლედ ინიშნებოდა მხოლოდ ისეთი ადამიანი, ვისაც არასოდეს რა უჩნდებოდა ცდუნება, ვთქვათ, გასულიყო კონტროლიდან და ეხლა რაღაცა აი იმ საწყის ეტაპებზე დავბრუნდით, იმიტომ ვსაუბრობდი ამას. და ვთქვათ, აი ეხლა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა, ეს ხო იგივე შემადგენლობაა, მაშინ შერჩეული იმ ნიშნით. და სხვათა შორის ის ზოგიერთი მოსამართლე იმ ხელისუფლებაში სხვა მოსამართლეებზე ზეწოლის ფუნქციასაც ძალიან წარმატებით ასრულებდა დღეს ეთერებში ძალიან რომ ჩანს საკონსტიტუციო სასამართლომ არის მხედველობაში. და ამიტომ ეხლა ზუსტად აი ეს პროცესები შეინიშნება რა, აი ხელახლა ვთქვათ, იქამდე სანამ დავარდება, ასე ვთქვათ, ეს სისტემა თავისთავად ცხადია, იქ არის ძველი ხელისუფლების კონტროლი და არის მცდელობებიც, ასე ვთქვათ, საკმაოდ რთულ პერსპექტივამდე მივდივართ, რადგან ჩვენ ამას უწოდებთ ბრძოლას გავლენებისთვის, გამოდის რომ ჩვენ ვერ მივიღებთ დამოუკიდებელ საკონსტიტუციო სასამართლოს. ყველა ვარიანტში, აი რასაც თქვენ აღწერთ, მივიღებთ ან თქვენ ფიქრობთ რომ ძველი ხელისუფლების კონტროლია ახლა და ამ ბრძოლაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ახალი ხელისუფლების კონტროლი. ანუ ჩვენ ვერ მივიღებთ დამოუკიდებელ სასამართლოს. ასე გამოდის. აი ეს ყველაზე ცუდი განვითარება ამ პროცესების პრინციპში თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ჩვენ ვნახეთ რომ საერთო სასამართლოები ჩვენ ვერ მივიღეთ დამოუკიდებელ. დავაგდა როგორც თქვენ. დიახ, ყოველ შემთხვევაში ვინმე თუ თulis ამ ქვეყანაში რომ ჩვენ საერთო სასამართლოები, ანუ არაფერი ხო, უბრალოდ ვთქვით სახელწოდება შეუცვალეთ, მეტი არაფერი ვთქვით, რომ დღეს დამოუკიდებლები არიან. თუ იგივე რეცეპტით უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო სასამართლო, რა საკვირველია, ანუ ჩვენ განწირულები ვართ იმისთვის, რომ არასოდეს არ გვექნება ჩვენ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს და იმიტომ ვთქვი, რომ ყურადღება მიაქციონ ვადებს, ვის ეწურება ვადები და ვისი ნომინირება უნდა მოხდეს ხელახლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რაც საერთო სასამართლოების შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ყურადღების მიღმა დარჩა და მაინც ახალი ვადებით დაინიშნა იგივე მოსამართლეები. აი საკონსტიტუციო სასამართლოში ეს შანსით თუ გაუშვა ხელიდან, არ ვიცი ხელისუფლებამ, არ ვიცი სხვადასხვა შტო ნიშნავს ხო, პრეზიდენტი, პარლამენტი. ეს შანსით თუ იქნა გაშვებული ხელიდან, ალბათ ეს იქნება მოვლენათა ყველაზე ცუდი განვითარება. საერთო სასამართლოების სისტემა ვახსენეთ ჩვენ და გვახსოვს მურუსიძესთან დაკავშირებით როგორი აჟიოტაჟი იყო, ასევე სახელმწიფო ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატზე ევა გოცირიძეზე და ახლა კვლავ წამოიწია გოცირიძის საკითხმა. თქვენი აზრით ეს მას დაუფასეს, ვთქვათ, მურუსიძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და ამიტომ წარადგინეს. იცით რა, მოდით მე კონკრეტულად ევასთან დაკავშირებით შეფასებას ნუმომთხოვთ, იმიტომ რომ მე ევასთან ხანგრძლივი მეგობრული კოლეგიალური ურთიერთობები მაკავშირებს, ამიტომ მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება სხვა გახლავს. კი ბატონო, მაგ ზოგადად პროცესზე რა სიტყვით, ეს ამ დაალაგებული ვითარების გამოძახილია ყველაფერი რაც ხდება ამ წუთას. ზოგადად პროცესზე რას ვიტყვი, იცით ვახო, საერთო სასამართლოებში რაც ხდება, აიმიტომ ვთქვი, ერთი პერიოდი იქ იყო რაღაცა ზოგმა მოსამართლეებმა პრეტენზია განაცხადა დანარჩენებმა, რომ არა, ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, პრობლემები არ არის და დალაგდა, ასე ვთქვათ რა. შემდეგ ეს ეპისტოლარულ ჟანრში სასამართლო სისტემა აღარ არის. დიახ, მე ჩემი შეფასებით საერთო სასამართლოების სისტემაში ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ვახო. თუმცა შესაძლებელი იყო როგორც მინიმუმ მე ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რომ როგორც მინიმუმ ხელისუფლებას არ ქონდა იგივე მოსამართლეების ხელახლა დანიშნვის ვალდებულება. ასეთი ვალდებულება არ არსებობს, ხომ? თუ ვთქვათ ხელისუფლება არ წავიდოდა და არაერთხელ თქვა ხელისუფლებამ, რომ აი ის გზა არ ვარგოდაო, როდესაც ერთ დღეს დაითხოვეს მთელი სასამართლო კორპუსი. თუმცა ესაც არავის შეუფასებია. მე თუ ეს ცუდი იყო, რომ ერთ დღეს დაითხოვეს მთელი სასამართლო კორპუსი, ის მოსამართლეები უფლებებში არავის აღუდგენია. ეს ერთი. შემდეგ ხელისუფლებას არ ქონდა ვალდებულება ახალი ვადი დაენიშნა. ეს რაღაცა ვადის გაგრძელება კი არ არის, ზოგიერთ კომენტარში მოვისმინა, რაღაცა 2-3 წლით გაუგრძელდა, არა, ახალი ვადი დაინიშნენ ეს მოსამართლეები, რომლებიც დიდი ალბათობით უვადოთ იქცევა. ანუ ამ სასამართლო რეფორმის შედეგად ჩვენ პრინციპში ის სასამართლო სისტემა, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი პრეტენზიები არსებობდა ამ ქვეყანაში და არავინ არ თქვას, მოვისმინა ასევე ერთ პოლიტიკოსის შეფასება, რომ მორალი არ იზომებაო, მორალი იზომება, მორალი და ზნეობრივი ღირებულები განსაკუთრებით მოსამართლეების, მათი მოქმედებებით იზომება, ამას ხვანაირად ვერ გაზომავ, ხომ? ჩვენ მივიღეთ იგივე მოსამართლეები, რომლებიც უბრალოდ უკვდავყავით. მარადიულები გავხადეთ
და ვთქვით, რომ იგივე მოსამართლეები კი არიან, მაგრამ დღეს ისინი დამოუკიდებლები არიან. აი, რისიც თქვენ არ გჯერათ, რომ ისინი არიან დამოუკიდებლები, ხომ? სად გადის, ასე ვთქვათ, განსხვავება სასამართლოს კონტროლს შორის, წინა ხელისუფლებასა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის? ანუ როგორი სასამართლო გქონდა მაშინ, გასაგებია, მაგრამ დღეს როგორი სასამართლო გვაქვს. სადაც პოლიტიკური ინტერესია, იქ ხელისუფლება შეძლებს გავლენის მოხდენას და სადაც არ არის პოლიტიკური ინტერესი, იქ სასამართლო მეტნაკლებად თავისუფალია. აი ეს მოდელი მივიღეთ დღეს ჩვენ. დღეს ჩვენ მივიღეთ აი გარკვეულად შერეული მოდელი და არა კარგი გაჯებით. და ჯეთყვით რატომ? დღეს ჩვენ მივიღეთ როგორი მოდელი, იცით, თქვათ იმ სისტემაში თუ ანუ ადეიშვილის ხაზი თავიდან ბოლომდე, ხო, ეს ვექტორი განარებდა სასამართლოს და თამაშის წესები დაალეგებული იყო. დღეს მივიღეთ როგორი სასამართლო, იცით, ვინაიდან დღეს ადეიშვილი არ არის, თქვათ, და ამათზე ასეთი კონტროლის განმახორციელებელი პირი ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებაში არ ჩანს. დღეს სასამართლო გარკვეულწილად თამაშის წესებს თვითონაც კარნახობს. აი განსაკუთრებით პირველ პერიოდში არჩევნების მერე მათ ხელისუფლებას ასე ვთქვათ მოუსინჯეს კბილები, რაღაც საქმეებზე მიიღეს რადიკალურად ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც მე ვთვლი, რომ სამართლებრივად სწორი არ იყო, მაგრამ ამის ხარჯზე, ანუ სასამართლომ ხელისუფლებას დაანახა, რომ მე შემიძლია მივიღო ისეთი გადაწყვეტილებაც და შემიძლია მივიღო ასეთი გადაწყვეტილებაც. ამიტომ ყველა შემთხვევაში ისინი ინდულგენციებს ითხოვენ თავისთვისაც და ანუ ფაქტორი და ძალა გახდა ყველა ვარიანტში სასამართლო თვითონ შიგნიდან. სასამართლო ჩაიჭედა თქვენი აზრით ეს მან გამოიყენა სავაჭროდ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ხო? ანუ თუ კი პოლიტიკური ინტერესი არსებობს, ხელისუფლება შეძლებს მოსამართლეებთან საქმეების დაალაგებას, ხშირად ვამბობ ამ სიტყვას და ეს ხო მოახერხებს. და სადაც ხელისუფლების ინტერესი არ არის, იქ მოსამართლეები უფრო დამოუკიდებლად იგრძნობენ თავს. აი, რას გვაძლევს ეს საბოლოო ჯამში? ეს იცით როგორი რამეა სასამართლოს რაც შეეხება ჩემი გამოცდილებიდან, მადა ჭამაში მოდის. აი ზუსტად ეს არის, ზღვარი არასოდეს არ არის. აი ცოტათი გავაკონტროლებ და ამის იქით გავაკონტროლებ, ეს რეცეპტი არასოდეს არ მუშაობს. აი შენ სადამდე არ კონტროლებ და სხვა სადამდე არ კონტროლებს. სასამართლო, როდესაც არ არის დამოუკიდებელი, მოსამართლე, როდესაც არ არის იმ თვისებების მატარებელი, იქ უბრალოდ უნდა ეძებო ახლა არ კონკრეტულად ამის ინტერესი იყო თუ იმის ინტერესი, მაგრამ ვიღაცის ინტერესი მაინც იქნება. ამიტომ ეს დიდი შეღავათი არ გახლავთ ამ შემთხვევაში. ანუ სასამართლომ ყველაზე ცუდი რა არის, იცით, მე რამე ჩვენება შექმნა პროდუქტი, რომლის გაყიდვაც შეუძლია და ამის მსურველი ყოველთვის იქნება, ვიღაცა იყიდის ყოველთვის და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც მივიღეთ ჩვენ სასამართლოსგან. დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მაიამ წარიაშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ახლა ბიზნეს კონტრაქტის ანონს წარმოგვიდგენს ელენე კვანჭილაშვილი. ელენე, გამარჯობა. გამარჯობა, ვახო, ეკონომიკურ ზრდაზე ვისაუბრებთ პირდაპირ ეთერში. წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და სწორედ ამ მონაცემებს შევაფასებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად და მოვისმენთ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებს, თუ როგორ აპირებენ ისინი უფრო სწრაფი და მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას. თავისუფალი დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება გვეყოლება პირდაპირ ხაზზე.